ასე იწყება ამ ერთი ქალის ისტორია, რომლის კადრმაც ევროკავშირის დროშით მსოფლიო მოიარა. ეს ნანა მალაშხია, თბილისის მერიის თანამშრომელი. საჯარო მოხელე საპროტესტო აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს დასაცავად მივიდა. ამ დროს უკვე სპეცრაზმი იერიშზე იყო გადასული. ნანა მალაშხია ეროვნულ მუზეუმთან იდგა. ხალხმრავლობაში დადა მეუღლე დაკარგა. უეცრად აქციაზე მარტო, სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად აღმოჩნდა. როდესაც დაინახა, რომ ახალგაზრდებს მხუთავი აირის კაფსულებს ესროდნენ და წყლის ჭავლით ცდილობდნენ საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერების ძირს დანარცხებას, ჩიტაძის ქუჩისკენ გაიქცა. ბამბუკის ჯოხზე გამობმული ევროკავშირის დროშა სპეცრაზმის წინაღმართა. დღემდე არ იცის, ვინ იყო ბიჭი წითელი ქუდით, ვინც ხელი ჩაჰკიდა და ლამის ძირს დანარცხებული უკანა აყენა. მარიან მაგარები მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ არ ჩნდები, იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთები. მართლა არაფერი განსაკუთრებული და მეტი პატრიოტი, მეტი მამაცი ადამიანი მყავს საქართველოს. ნანას გამოჩენა არ უნდა. არა იმიტომ, რომ საჯარო მოხელია და რამის ეშინია. ფიქრობს, რომ მასზე დიდი საქმე დახეული ჯინსების თაობამ გააკეთა, რომელმაც ხელისუფლებას რუსული კანონის მიღებით ქვეყანა მოსკოვისკენ არ წააყვანინა. ევროპის და ხატების წინააღმდეგი რო არა შეხარ ეს, შეხარ ის, შეხარ მაგარი. გავაკეთე ის, რაც იმ მომენტში გულიდან ამოვხეთქა, რასაც აკეთებდნენ იქ ბევრი და რაც საერთოდ გამოგნებელი იყო გუშინ და რაც ვნახე ხალხისგან. ჩვენ ნანას შევხვდით, მის ვიდეო გამოსახულებას მისივე თხოვნით არ გიჩვენებთ. წყლის ჭავლის ძლიერი ნაკადის კვალი ქალს აქამდე ეტყობა. ამბობს, რომ გმირობა არ ჩაუდენია. თემქაზე მეზობლებმაც კი შემთხვევით გაიგეს, რომ ქალი, რომლის კადრმაც ევროკავშირის დროშით ხელში მსოფლიოს ქართველების ევროპული არჩევანი უჩვენა, ის ნანაა, რომელსაც ყოველდღე დილით ეზოში ესალმებიან. ნანა მალაშხია აქციაზე პირველად არ ყოფილა. 2014 წელს შემთხვევით ევრომაიდანზე მოხვდა, როდესაც უკრაინელები ქვეყნის ევროპულ არჩევას იცავდნენ, მაშინ იქ საქართველოს დროშა აჭრა. მეუღლეს გავყევი, ორი დღით ვიყავი კიევში საქმეზე და მართალი გითხრათ, მე მეუღლეს საქმეზე დაყავდა და მე მაედნიდან ვერ გამომატყავეს და უბრალოდ იქ ვიდექი და ვაფრიელებდი, რაღაც მომენტში მივედი და ვაფრიელებდი ქართულ დროშას. იმიტომ რომ მინდოდა, რომ ჩვენი ქვეყნის დროშაც საცეკვიალა. ნანას ფოტო ევრომაიდნიდან შვილის სოციალურ ქსელს შემორჩა. მისმა ვიდეომ ევროკავშირის დროშით მთელი მსოფლიო მოიარა. შაბათის ეთერმა ეს ისტორიული მომენტი უწყვეტად გადაიღო, როდესაც სპეცრაზმი დამიზნებული ჭავლით დროშის მოფრიალე ქალის წაქცევას ცდილობდა, ზურგი სრულიად უცხო ადამიანებმა გაუმაგრეს. ვერც ერთის გაცნობა ვერ მოასწრო. მათ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ დღეს ერთი იდეა აერთიანებდათ. რაღაც მომენტში ევროკავშირის აღმართული დროშა სპეცრაზმის ჭაულმა ჩამოაგდო, მაგრამ სულ რამდენიმე წამით. შემდეგ აქციის რამდენიმე მონაწილემ ის ისევ ერთად აღწერა. დასამალი არაფერი არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ საჯარო მოხრელი. თან მუშაობ. მართალია რომ მარიაში მუშაობ? მართლა? არაფერს არ
ეს კადრი ხალხის ერთადგომის სიმბოლოდ იქცა. იმ ბოროტის სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს რუსეთში წაყვანა უნდა. ამ დროს სპეცრაზმთან გოგონა ნარინჯისფერი ქურთუკით მიდის და ბოლო ხმაზე უყვირის, რომ გაჩერდნენ. სახეში წიწაკის სპრეის ასხამენ, მაგრამ ხელება აწეული უკან არ იხევს. ხალხი საქართველოს კადირებს. ამ დროს ჭავლი წყდება, გაერთიანებული ახალგაზრდები ერთად აღმართავენ ბამბუკის ჯოხზე, რუსთაველის გამზირზე აქციის წინ მოხუცი კაცისგან ნაყიდ ევროკავშირის დროშას. დახეული ჯინსების თაობის პროტესტმა მთელ საქართველოს აჩვენა, რომ ხალხს რუსეთისკენ გახედვაც არ უნდა. ევროპული გაზაფხულის სამადღემ ათობით სიმბოლური კადრით შემოგვინახა და მთელს მსოფლიოს სულ სხვა საქართველო უჩვენა. მარტს საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხალხზე ნადირობის დილა გაათენა. იმ დღეს ადამიანებისათვის საქართველოს ეროვნული დროშა ფარი იყო, რომელიც მათ წყლის ძლიერი ჭავლისგან იცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ყველაფრის ფასად ცდილობდა ადამიანების დაშლას, ვინც ქვეყანაში რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. თუმცა, რაც უფრო ძლიერი იყო იერიში, მით უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა სისტემა. დარბევასა და დარბევას შორის, ხმაურსა და ხმაურს შორის, სიჩუმე აქ უფრო მეც ამბობდა. უთქმელი გადაძახილებით, პრორუსული ხელისუფლების მიერ ორად გახლეჩილი საქართველოს მოქალაქეები დუმილით ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ. წინა რიგებში მდგომებს ძალის გამოყენების ბრძანებას უკნიდან აძლევდნენ. უფროსების გადაწოდებული წიწაკების სპრეი ხელიდან ხელში გადადიოდა და შემდეგ პირველ რიგში ხვდებოდა. სიტყვა რუსეთის ხსენების შემდეგ აქტივისტებს დამიზნებით თვალში წიწაკის სპრეის ასხამდნენ. მხედველობა დაკარგული ახალგაზრდები ერთმანეთს იქვე ეხმარებოდნენ და შემდეგ უკვე თავის დაცვას ცდილობდნენ. არავინ იცის, დათვლაც კი შეუძლებელია, რამდენ ადამიანს შეასხეს თვალებში წიწაკის სპრეი. დაშავებულები რამდენიმე წუთში ისევ უკან ბრუნდებოდნენ. დაახოსიდა კი? დაადგილასიდა კი რა მოხდა? დროშის კიდეს და და შებასხა ყველაფერი რაც ხელში ქონდა. რო ველაპარაკებოდი რომ მე შვილები არ აქვს, მართლა არ გადაგდო. ერთმა შებასხა. მე შევადინე, მე ყველამ შებასხა და დაუთხარი სპეცრაზმელს. რავი, ცოტა შევეცადე რეალობა გამიგა. შვილები და ოჯახი ყველას ყავს და ყველას უნდა ადარდეს. არაფერი ზე. აქციებზე არავისთვის ზედმეტი არ უთქვამს. პირიქით, ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა. სანდრომ დარბევა ტელევიზორში ნახა და ჩიტაძის კუთხეში მეგობრებთან ერთად დაშავებულებისათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად გამოიქცა.
როცა ვნახე რომ დარბევა იწყებოდა სანდრი შევიწყე ესენი და ოი მე ძალიან წარია პროსტატა ეგა ჩო აგერ არის კიდე ერთი და უნდა ვიკიდგან მე ვიჩადი აქაც გასწ არ გამახიდა როგორ გავიქიდე ეს იყო ნამდვილი მეამბოხეების გულწრფელი პროტესტი საქართველოს დასაცავად. ეს ის თაობა, რომელიც თავისუფალ საქართველოსთან ერთად დაიბადა და თავისუფალ საქართველოსთან ერთად გაიზარდა. ასე გამოიყენეს ციცაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სრულიად მშვიდობიან აქციას გეგმავდნენ. და რის გამო? რუსული კანონის გამო და რუსული მთავრობის გამო. ლუკა საბლოთიაც ჯენზია. 17 წლის საფრანგეთში გახდა. ციცაკის სპრეი ჩიტაძის ქუჩაზე რობოკოპმა დამიზნებით შეასხა. მას შემდეგ 40 წუთი საერთოდ ვერ ხედავდა. როგორ აღმოჩნდა სასწრაფოს მანქანაში არ ახსოვს. ეგონა დაბრმავდა. რამდენიმე საათი მთელი ტანი ეწოდა. იცის, რომ ევროპაშია მისი მომავალი და არა იმ ქვეყანაში, სადაც ივანიშვილის გუნდის ინიციატივით რუსული წესები კანონდება. ზოგადად ის ადამიანები, რომლებიც ჩანან თითქოს რომ ისინი არიან ინიციატორები ამ რუსული პოლიტიკის, სინამდვილეში ეს ასე არ არის. მე საერთოდ არ მიმაჩნია რომ ვიღაცა კობახიძე ამ მსგავსი პოლიტიკოსები რამეს საერთოდ წარმოადგენენ. მე უფრო მიმაჩნია რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი და სწორედ რუსული პოლიტიკა და დიდი რუსეთის ჩინოვნიკები. ამის გამო საერთოდ არ მიმაჩნია რომ სპაიკები ისინი ქართული ოცნების დეპუტატების მიმართ საერთოდ არ მიჩნდება ეჭვი რომ ისინი რამეს წარმოადგენენ საერთოდ და სწორედ ეს გვაბრაზებს ჩვენ რომ აი ამას გვიკეთებენ და ჩვენ კარგად ხედავთ აქციაზე რამდენი ადამიანი გამოდის და აპროტესტებს ამ რუსულ კანონს, რადგან ქართველი ხალხისთვის ეს მიუღებელია. უნდა მოგცენ გარანტია რომ მსგავსი კანონები და ეს კანონი არასდროს არ იქნება განხილული საქართველოში. თორე აი ყოველთვის აი ეს მოუვა. მიუღებელი კანონი ახალგაზრდებისათვის წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მათ იციან, როგორ ერწყმის ტრადიციული შეხედულებები თანამედროვეობას. ეს ჯენზის თაობა, დაბადებულები 1997-დან 2000 წლამდე. მათ მომავლის შეგრძნებაც აწმყოში შეუძლიათ. თავისუფლების შეზღუდვა არ მოგწონს არავის. ამ ბავშვებსაც არ მოსწონს თავისუფლების შეზღუდვა, იმიტომ რომ დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და იცხოვრებენ აუცილებლად თავისუფალ საქართველოში. საკუთარი ისტორია დაწერეს და თქვეს, რომ ეს ქვეყანა არის მაგათი, მეტი რა უნდა გააკეთონ, რა ვიცი, ბედნიერები არიან, ლაღები და ფერადები. ჩემი მომავლის დასაცავად მოვედი, ჩემნაირების მომავლის დასაცავად მოვედი აქ და დავიცავ. რადგან საერთოდ დამიჯდეს დავიცავ და ყველა ეს ხალხი. რადგან საერთოდ დაიჯდეს აი ამ მომავალს დაიცავს. და ეს მომავალი არის ევროპა. ეს მომავალი არის ევროკავშირში. თვალებს ჩამხედოს მე და მე მითხრას რომ მე მართული ვარ. მე მითხრას რომ მე ვასრულებ ვიღაცის დავალებებს. აი მაინტერესებს როგორ შემხედავს თვალებში. არასდროს 19 წლის ვარ. 19 წლის ვარ. როგორ შეიძლება ვინმე პარტიას უჭერდა და ვინმეს დავალებებს ასრულებდა. ჯენზის თაობის ახალგაზრდა სპეცრაზმელი მხოლოდ იმიტომ მისდევს, რომ მისი საპროტესტო ბანერი არ მოეწონათ. რუსთაველის გამზირზე მდგომსაც ციცაკის სპრეიც არა დაუმორჩილებლობისათვის, არამედ პლაკატის შინაარსის გამო შეასხეს. თვალები არ გაახილოთ. დაშავდნენ ბევრჯერ, თუმცა რობოკოპებს მაინც აჯობეს. რამდენჯერაც დაარბიეს, იმდენჯერ უკან მობიდნენ. ბატონო პოლიციელებო, პრემიას რავდეს ელოდებით? 200 ლარს თუ 300-ს? ეს 21 წლის თორნიკე ანდღულაძეა, სამხედრო, რომელიც ფრონტის ხაზზე პირდაპირ ვაზიანიდან წავიდა. უკრაინიდან რამდენიმე საათია დაბრუნდა, ახლა თბილისიდანაც იმას უპირისპირდება, ვის წინააღმდეგაც 10 თვე უკრაინაში იბრძოდა. გაგამხიდოლებო! კრისმონებო! და ბერესმონებო! თბილისში დროებით ჩამოვიდა, უკრაინაში უკან დაბრუნებამ კი დიდი ხნით გადაიწია. თორნიკე აქციის შემდეგ დააკავეს. პოლიცია მის სახლში არ იყვანა. რასაკეთე?
ჩვენ ვართ ახალგაზრდები და ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ევროპული განათლება და ყველაფერი ის ფასეული ევროპა, რამაც დღემდე მოიყვანა ერთელი მსოფლიო ცივილიზაციური სამყარო და რასაც მთელი ახალგაზრდობა, მთელი მსოფლიო აპროტესტებს დღეს, არა რუსეთს და არა პუტინისტურ ოცნებას. იქვე თორნიკეს გვერდით რკინის ფარდაზე ფეხების ბრახუნით პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეები გამოხატავენ. პარლამენტის წინ უცხოელი ახალგაზრდები ქართველ თანატოლებთან ერთად განან. რუსები რუსეთის წინააღმდეგ თბილისში გამოვიდნენ. უყვებიან, რომ ისეთი შეზღუდვები, როგორიც მათ სამშობლოშია, საქართველოში არ უნდა მოხდეს. Ну да, потому что я не согласна с этим законом. Я считаю, что это неправильно. И так как в России тоже есть закон, и это очень негуманная вещь, которая против свобод людей, и она не должна происходить в нормальном обществе. И так как я живу в Грузии, я должна как-то повлиять на то, чтобы в Грузии тоже такого не происходило. Я уехала из России ровно год назад. Я ходила на митинги антивоенные, я была за Украину. К сожалению, мое правительство со мной не согласно, оно пыталось забрать меня в автозак, оно пыталось оградить свободу меня и моих друзей. И поэтому я поняла, что мне там не будет жизни, поэтому я приехала сюда. И я не хочу, чтобы в этой стране, где люди уже переживали российское наступление, чтобы они имели хоть что-то общее снова с Россией, потому что они должны быть свободны, они этого заслуживают. მე 13 წელი ვიცხოვრე მოსკოვში, მუშაობდი ძალიან ცნობილ მედიებში და ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი 2000-იანებიდან დაიწყო. შესყიდა ხალხის მულაჟები, თითქოს ლაქშერი ცხოვრება, დიდი ხელფასები, მერე მუსიკა, კლუბები, ტანშმოდ, ანუ ფეშენი, ყველაფერი, და ხალხი დააბრიყვეს ამითი, ანუ თითქოს ისე და როცა მაგათ აი ამის ყველაფრის უკან ხდებოდა ძალადობა, აი მაგალითად ქართველები გააძევეს, ხო, როცა ტაჯიკებს და იმას აფეთქებები, ისა ხალხი უკვე ისე დაჩლუნგებული იყო და ვეღარ იღებდა ხმას და ვეღარ გამოდიოდა, ძალიან ცოტა ხალხი გამოდიოდა, იმიტომ შეისყიდეს რა ფაქტიურად და ეს კანონი რომ მიიღეს, ეხლა ჩემი მეგობრები, ცნობილი ჟურნალისტები არიან დევნილები, რა ზოგი ზიზდაჟი. აი ამ კანონის გამო რა. ხუთავი აირის წიწაკის სპრეისა და ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეებს დროებით შლიდა, თუმცა არა დიდხნით. ახალგაზრდები დარბევების დროს თავს ხშირად მეტროს აფარებდნენ. კონტროლიორები მათ ტრანსპორტში უფასოდ უშოვდნენ. თუმცა მეტროში მათი ყოფნაც საფრთხეებს შეიცავდა, რადგან სამართალდამცველებმა ხუთავი აირი აქაც გამოიყენეს. რა მოხდა? რაღაც გაუშვეს არ ვიცი. მეტროში? იქ რო ჩამოვიდოდით ესკალატორზე გული ხალოვდა რაღაცა ყავი და არ გაიქცევსადები არ გაზი. აქაც იყო შემოგდებული ეს გაზი და რომ ნახულობდი მართლაც ნებლები მომდიოდა. ჯერ იმიტომ რომ ვერ მოახერხე წამოსვლა და თავი დამნაშავედ ვიქცენ, იმიტომ რომ ჩემი მომავლისთვის აისევ ეს ყველაფერი და ისევ ჩემი მომავლისთვის ვიბრძვი. და ეს კანონი რა თქმა უნდა ცუდია იმის გამო, რომ ეს დაფინანსებები და გასული პროგრამები ფინანსდება საზღვარგარეთიდან და არა ჩვენი ქვეყნისგან და რა თქმა უნდა ჩემს განათლებას ეხება. წლის თაკო ხარხელაურმაც დარბების დროს თავის დაღწევა რუსთაველიდან მეტროთი სცადა. ალყაშიის მოსწავლეთა სასახლის წინ მოხვდა, როდესაც ერთი მხრიდან ხუთავ აირს უშვებდნენ, მეორედან კი რეზინის ტყუებს ესროდნენ. როდესაც პოლიციამ მეტროში ხუთავი აირი გამოიყენა, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი მეგობრებთან ერთად თავრობის აღარ გჯერა უკვე ჩვენ, იმიტომ რომ თუნდაც ამ კანონზე ხო თქვეს, გონიათ შაბათი დღე იყო ხო, რომ ჩვენ ამას გადავდებთ ამ კანონის მიღებას და ამ დროს უცხო კანონი მიიღეს. ანუ აღარ გჯერა ჩვენ თავრობის. ამიტომაც ჩვენ ბოლომდე ვითხოვთ, რომ ანუ ასე ვთქვათ, მოხდეს ჩვენ წინ ამ კანონის გატანა და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ჩვენ ამაში.
თაკომ რეზინის ტყუებს თავი დააღწია, თუმცა რობოკოპების პირველივე გასროლა 21 წლის ნიკოლოს წიქარიშვილს მოხვდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს. მინდა რა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არც შემრცხვება ვინმეს არსებობის, არც ჩემი ქმედებების არ მომიწევს რაღაცების გაკეთება, რაც ჩემი შვილის ან ჩემი მომავლის თაობის სამომავლობის რაღაცა სირცხულზე მოიწევს ჩემი ქმედება და მინდა რომ საჭიროება არ იყოს ისეთი რაღაცა, რომ გააკეთოს ადამიანმა ისეთი რაღაც, რაც რეალურად მის ადამიანობას და ღირებულებებში არ ჯდება. მინდა რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სწორი ღირებულებები იქნება. ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ ბებიების, ბაბუებისა და შვილიშვილების თაობა ერთად იდგა. 30 წელი იმისთვის ვიბრძოდი, რომ ისევ რუსეთის ხარისკენ წავსულიყავით, მაგრამ მონობა გარკვეული ადამიანები მონობენ. ეხლაც შეზღუდულია ხალხი და ეხლაც როგორაა და აბა ის კანონი რო იქნება, რა იქნება მაშინ. 10,000-ობით ახალგაზრდა ახლა გამარჯვებულია. ქართულ ოცნებას მათ ყველასგან დამოუკიდებლად და მარტო აჯობეს. თავიდან მათი სათქმელი უმრავლესობას არ ესმოდა, მაგრამ ისექნეს, რომ ოცნებამდე ცივილურ სამყაროს გააგონეს. გვინდა ჩვენ თავრობას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ რუსეთი არ გვინდა. სამი წუთი ბავშვი მელოდება სახში. არც ერთი პარტია არ დგას. ჩვენ გვგავართ ქართველები ვქო. ამას ვერავინ ჩაახშობს. საქართველო უკან აღარასდროს დაიძებს წინ ევროპისაგან. სამ დღეში გააზრებულად ახალგაზრდები მიზანმიმართულ სამოქალაქო აქტივისტებად იქცნენ. მათი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო საბჭოეთში ვეღარასდროს გაიღვიძებს.